გამარჯობათ. ბიომეურნეობაში ზღარბი ძალიან სასარგებლო ცხოველია შეიძლება ითქვას. იმიტომ რომ ძალიან ბევრ მცენარეთა მავნებლებს ის ებრძვის, სპობს, მიირთმევს, ლოკოკინებს, მახრებს. რა თქმა უნდა, სასარგებლო ჭიაყელებსაც აყოლებს, მაგრამ ეს იმ შემთხვევაში თუ ჭიაყელა ძალიან ზემოთ ამოძრა, ეს როგორც წესი წვიმის დროს ხდება. ხოლო რაც შეეხება მახრებს, ფაროსანებს თუ მიწაზე მოხვდებიან და ლოკოკინებსა და ლოხორებს, მათ ზღარბი სიამოვნებით მიირთმევს, ეს მისი ბუნებრივი საჭმელია და ამით ჩვენ მცენარეებს იცავს, ხოლო მცენარეებს არ ასიანებს. ეს პატარა ზღარბუნა, რომელიც ახლა შეკუმშულია და ცოცხალი თავით არ სურს რომ დაგვენახოს, გუშინ ჩვენ ქუჩაზე გამოვიდა და ალბათ მანქანის ქვეშ მოხვდებოდა რომ არ დაენახათ ბავშვებს, მე დამიძახეს და ავიყვანეთ. ის 185 გრამი იყო წონაში, რაც ძალიან მცირე წონაა ზღარბის გამოსაზამთრებლად. ის ან პატარა, წონის მიხედვით 6 კვირისა უნდა იყოს, ან შეიძლება დისტროფიკია, ცუდად ნაკვებია. როგორც პირველ, ისე მეორე შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა ის გარეთ ბუნებაში გამოზამთრებას ვერავითარ შემთხვევაში ვერ შეძლებს, ის ზამთარს ვერ გადაიტანს, იმიტომ რომ 15 ნოემბრამდე სანამ აცივდება, ან შეიძლება უფრო ადრე აცივდეს, ან ცოტა უფრო გვიან, როდესაც ზღარბები იძინებენ ზამთარში, მისი წონა მინიმუმ 450 გრამი უნდა იყოს, ან საუკეთესო შემთხვევაში 600-დან 700 გრამამდე, რომ მან ზამთარი გადაიტანოს. აი ამ ძილის პერიოდში, რომ ენერგია იყოს და ეხლა 185 გრამიანი ზღარბი შანსი არ არის, რომ ჩემო ბატონო ზამთარი შეგაძლოს, ის აუცილებლად დაიღუპება. ამიტომ თუ თქვათ თქვენს შეგხვდებათ, ეხლა სადაც მე შემეყარა, ასე ვთქვათ, მე შემხვდა ეს ზღარბუნია, შეიძლება რომელიმე თქვენგანს შეხვდეს, აი ასეთი პატარა მცირე წონისა თუ შეხვდებათ, ეცადეთ რომ გადაარჩინოთ. ამისათვის მას არ უნდა მივცეთ დაძინების საშუალება, ის უნდა მოვათავსოთ თბილ ოთახში, კლეტკაში და ვაჭამოთ. აი როცა გაზაფხულდება და საშუალო ტემპერატურა სადღაც 20 გრადუსამდე აიწევს დღისით, ამის შემდეგ უკვე ზღარბის გაშვება ბუნებაში შეიძლება, ბუნებაში რა, ახლა თქვენ ბოსტანში შეგიძლიათ გაუშვათ საათის მავნებლებს დაერევა და თქვენს, ასე ვთქვათ, ზრუნვას შეიძლება ითქვას გადაჭარბებით და პროცენტებით აანაზღაურებს. ეხლა მე სტარა ამაზე მქონდა გასწორებული ეს სასწორზე, ეხლა 190 გრამი არის სუფთა ჩვენი ზღარბის წონა, ერთი დღეღამე რაც ვაჭამე, მან 5 გრამით მოიმატა ჭამისმა და კარგი აქვს და ეს ძალიან მიხარია, რომ ჭამისმა და კარგი აქვს ზღარბუნას. ეხლა რა შეიძლება რომ მას ვაჭამოთ? არავითარ შემთხვევაში მცენარეული საკვები აზრი არ აქვს მცენარეული საკვების მიცემას. მე მას ვაძლევ მაღალხარისხოვან კატის, კნუტის საჭმელს. აი ეს საკვები, რომელსაც ეხლა მე ზღარბს ვუყრი და მე როცა წავალ ის გამოძვრება და შეჭამს, გახლავთ კატის საკვები. კნუტებისა მასში არის 38% ცილა და 18% ცხიმი. ეხლა ზღარბისათვის უნდა იყოს 30-დან 35%-მდე ცილა და 15%-ზე ნაკლები ცხიმი.
ცილის შემცველობით ეს საკვები შეიძლება ითქვას, რომ იდეალური გახლავთ. აი, ცხიმის შემცველობით, რა გითხრათ, ცხიმის შემცველობით სასურველია ოდნავ ნაკლები იყოს, მაგრამ ეხლა უახლოეს მაღაზიაში ეს ვიშოვე და ამიტომ ეს მოვართვი. გარდა ამისა, ზღარბის სიამოვნებით მიირთმევს მწერებს. მე საშუალება მაქვს, რომ ჭიაყელები დავიჭირო, ეზოში ბევრია ჩემთან და დღეში 2-3 ჭიაყელას ვაჭმევ, დღესაც მივართვი, კარგად მიირთვა და შემდეგშიდაც ჭიაყელების საშუალება მე მაქვს გამრავლებულიც ამყავს ჭიაყელები, შეიძლება ითქვას ბაღის ტერიტორიაზე. ეხლა ასეთი რამ, ძირითადი საკვები მისი არის კატის საკვები. დღეში სჭირდება სულ 10 გრამი საკვები. სულაც არ არის ძვირი შესანახი. დასასურველია, რომ ეს იყოს 0,5-დან 0,7-მდე კვადრატულ მეტრ რაღაც ფართობში, რომელშიდაც აიგერ მე თივა მაქვს ჩაფენილი. ამ თივას რამდენიმე დღეში ერთხელ უნდა ან დამატება, ან გამოცვლა, წყალი უნდა ჰქონდეს. თუ ზღარბი უფრო პატარაა, ასეთ შემთხვევაში არსებობს KMR kitten milk replacement. კატის რძის შემცვლელი. არის ხელოვნური კატის რძეები, ისინი ლაქტოზას შეიცავენ და ლაქტაზა ფერმენტი ამ ზღარბს არ აქვს. ლაქტოზას ვერ მოინელებს ვერავითარ შემთხვევაში. ვეფერები და იშმუშნება. ამიტომ რძე არ უნდა აჭამოთ არავითარ შემთხვევაში. დიდი სიამოვნებით მიირთმევს მოხარშული კვერცხის ცილას. ეს მისთვის ძალიან სასარგებლოა. ასევე მოხარშული ქათმის ხორცი, მაგრამ ყველაზე მარტივი, რა თქმა უნდა, ზღარბისათვის არის კატის საკვების ყიდვა. დღეს რაღაც აქცია ქონდათ და კნუტის საკვები, რომელსაც აესეთი კარგი მაჩვენებელი 38% ცილა აქვს, სულ 6 ლარად ვიყიდე. ასე რომ ეს ეყოფა ამას იმდენი ხანი, რომ გაზაფხულამდე მიაღწევს 1 კილო საკვებით, ხოლო გაზაფხულის შემდეგ, ასე ვთქვათ, მე მას გავუშვებ უკვე ბოსტანში, რომ ლოკოკინებზე ინადიროს და იქნება თავისუფლად. ასე რომ ეს პატარა ზღარბუნია ნელ-ნელა უნდა მივიჩვიო, რომ ხელიდან ჭამოს. წინა ზღარბი, რომელიც ეზოდან გაიპარა, თლად ხელიდან არ ჭამდა, მაგრამ მიირთმევდა, აი ხელი, ასე ვთქვათ, აი ესე რომ მქონდა მის პირთან მიტანილი დაახლოებით აი ესეთ მანძილზე, ხელიდან არ ჭამდა, მაგრამ დაყრელ საკვებს მიირთმევდა. ეს ჯერ არ შეჩვევია, მაგრამ ფაქტია, რომ დილას რო დავუყარე საკვები შეჭმული დამხვდა და თვითონაც წონაში ოდნავ მომატებულია, ერთ დღეშიც შეეთხო წონაში მატება იმის გამო, რომ კარგი ხარისხის საკვები მივეცით. ასე რომ თუ ვინმე შეგხვდებათ აი ესეთი პატარა ზომის ცხოველი, თუ ის არის 450 გრამზე ნაკლები, არავითარ შემთხვევაში არ დატოვოთ უყურადღებოდ, არ დატოვოთ გარეთ, იმიტომ რომ ის დაიღუპება, ვერ გადაიტანს ზამთარს. ზამთარში აჭამეთ, ცოტა მოასუქეთ და მერე გაზაფხულზე გაუშვით. ზამთრამდე ის უპრობლემოდ მიაღწევს, თუ სადმე აუმა ძაღლმარ დაგლიჯა. ძაღლები სამწუხარო ზღარბებს ერევიან და შემდეგ თუ მოახერხა, ასე ვთქვათ, წონის აკრეფა, ეს აშკარად ახალგაზრდა არის, პატარა გახლავთ, არ გავს დისტროფიქს. რო გავხსენი დისტროფიკი სულაც არ იყო, ის იყო პატარა უბრალოდ. მაგრამ 185 გრამი წონით ამას ნამდვილად გარეთ ვერ დავტოვებდი, იმიტომ რომ დაიღუპებოდა და ზამთარს ვერ გადაიტანდა. ეს იყო სულ შემდეგ, როდესაც ის ხელით ჭამას დაიწყებს, აუცილებლად გაჩვენებთ, ხელით იქნება თუ დამოუკიდებლად, რომ გამოძურეს თავისი, ასე ვთქვათ, ბუძგაეკლებიდან და
ჭამა რომ დაიწყოს. ხო, წყალი აუცილებლად არის საჭირო. თუ უფრო პატარა ზღარბს იპოვი და არის ვარიანტი რომ უფრო პატარა ზღარბი იპოვოთ, რომელიც შეიძლება ითქვას ეს უკვე ძუძუ ამას აღარ ჭირდება, აი ეს რომელიც დედას გაექცა, იქ ვიმეორებ კმ-ი უნდა იშოვოთ, რაც ცოტა ძნელი საშუალია, ყველა ზოომაღაზიაში არ არის. ყველა ზოომაღაზიაში არის თქვათ თხის რძე, შემდეგ კიდევ რაღაც სხვა ცხოველების რძეები, კატისთვის დედის შესაძლებლად, მაგრამ აი ეს milk replacement, რომელიც ლაქტოზას არ შეიცავს, რა ვიცი, მე რამდენიმე მაღაზიაში ვეძებე და ვერ ვიპოვე. ამიტომ რძე არავითარ შემთხვევაში და რძის პროდუქტები, კვერცხი შეიძლება კი ბატონო. ეხლა მე ამას ჩავსვამ, ხვალ უფრო დიდ გალიას გავუკეთებ, რომ უფრო თავისუფლად ირბინოს 9-დან 0.5-0.7 კვადრატული მეტრის ფართობი, მას ეყოფა ზამთარში, მეყოლება გამთბარ ოთახში და მივართმევ საჭმელებს, კატის საჭმელსა და ჭიაყელებს. წყალი აუცილებლად ჭირდება, მაგრამ ჭირდება ძალიან ცოტა. მე ახლა ძალიან დიდი ჯამი მიდგას იქ, მე შევცვლი რაღაცას ვიპოვი უფრო პატარას წყალს, ზღარბი ძალიან ცოტას მოიხმარს. ხო, არავითარ შემთხვევაში მარილიანი საკვები მისთვის კატეგორიულად მიუღებელი გახლავთ. თქვათ იგივე ქათმის ხორცს თუ აჭმევთ მოხარშულს, მარილიანი არ უნდა იყოს. დღეისათვის სულ ეს იყო, ნახვამდის, კარგად ბრძანდებოდეთ.